სიყვარულის ლოგიკური შურისძიება. ქალბატონო ესრა თქვენი კოქტეილი. მადლობა საყვარელო. საყვარელო. დიახ, ქალბატონო ესრა. ეს ხალხი ვინ არის? აქ რას აკეთებენ? ქალბატონო, იმდენი ფული გაქვთ, რომ კომპანიაში ადგილი ვეღარ ნახეს და აქ მოიტანეს. მართალი ხარ, უამრავი ფული მაქვს. უთხარი, რომ ზედა სართულზე რომელიმე ოთახში შეიტანენ. ბოლოს და ბოლოს 20 ოთახია. ახლავე ქალბატონო ესრა. ჩემს საფულეს ხელი გაუშვი ძმაო, მომეცი. ესრა, შენ ძმას 20 ლირა მიეცი. არანაირი 20 ლირა. ჩემს საფულეს შეეშვი. კარგი, ესედაც 5 ლირა გიდევს. იცი რა დამესიზმრა? ძალიან მდიდარი ვიყავი. იმდენად მდიდარი, რომ საკუთარი ვილა და აუზიც მქონდა. ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში გექნება. მიდი რა. მოდი აქ. ჯერ მე უნდა შევიდე. შენ მიშვი. არა. სამსახურში მაგვიანდება. არ მაინტერესებს, გადი. გამოდი. ამინთე მეთქი. შვიდად ესრა, შვიდად. რა კარგი ამინდია და განწყობა გამიფუჭა. დილამშვიდობის მამა. დილამშვიდობის საშვილო. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. დილიდან ისევ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. კარგი რა იალჩინ გეყოფა. ხომ გთხოვე დილაობით ჩემთან ერთად ისეირნე მეთქი, რატომ არ მოდიხარ? სხვა საქმე არ მაქვს. იცი რა ვქნათ? მთელი დღე ვისეირნოთ და საერთოდ აღარაფერს გავაკეთებ. ძვირფასო ჯანმრთელობისთვის კარგია ექიმმა თქვა, რომ ყოველ დღე 10,000 ნაბიჯი უნდა გავიაროთ. როცა გთხოვ დამეხმარე მეთქი, სულ რაღაცით იმართლებ თავს. ძადი პური აიღე და კალათებში ჩააწყე. მალე კლიენტები მოვლენ. მენიქშე, სიარულის დროს უსაქმურად კი არ ვარ. ფიქრობ. იცი რა მაგარი რაღაცა მოვიფიქრე. შეგვიძლია ფული ჩავდოთ და 100 მაგა დამოვიღოთ. აღარ გაიმეორო? ამ თემაზე რომ ლაპარაკობ, მდგომარეობიდან გამოვდივარ. მოიცადე, მომისმინე, მოგიყვები. იალჩინ, რამდენჯერ გითხარი პურს და გაზეთებს ერთ პარკში ნუდებ მეთქი. კარგი, მომისმინე. მენიქშე, ძალიან კარგი პროექტი მაქვს. სატყო არას აგდებ და თევზი თვითონ მოდის. გესმის? იალჩინ. მენიქშე. ეს ოზანი არ არის? მენიქშე? ეს რას ოზანია? წლის ბიზნესმენი ოზან კორფალი. იალჩინ, ნეტავეს რა არ ნახოს. მისი დეპრესიის თავი არ მაქვს. ამას შეხედეთ. ნახე როგორი ბიჭი გახდა. ეს ჩვენი ოზანია? რა წერია? ნახე. დილამშვიდობის მშობლებო, დილამშვიდობის ესრა. რა ხდება? ასე ყურადღებით რას კითხულობთ? როგორც ყოველთვის სისულელეებს. დედა, გაზეთი მომეცი, ავტობუსში წავიკითხავ. რა გინდა დილიდან განწყობას გაიფუჭებ? რატომ უნდა გავიფუჭო განწყობა? ცელებრიტების ცხოვრებაზე ვკითხულობ ხოლმე. საინტერესო არაფერია. მომღერლებმა და მსახიობებმა ტვინი წაიღეს უკვე. ყველაფერი ისევ ისეა, შვილო. კარგი, გავიქეცი. მოიცადე. არა,
არ წახვიდე შვილო. რა ხდება მამა? რატომ? დედიკო, ეს რა? ძალიან დავიღალე. იქნებ დარჩე დღეს და მე დამეხმარო. პომიდორი გაასუფთავე. პომიდორი? დედა დაგავიწყდა რომ მუშაობ. ისედაც ვაგვიანებ. წავედი. მეც ამას ვამბობ, რატომ მუშაობ სხვაგან ეს რა? ჩვენი რესტორანი გვაქვს. სხვა ხალხისთვის რატომ მუშაობ შვილო? ალბათ იმიტომ რომ ფულს მიხდიან. დილი და რა გაყვირებს? რა უცნაურად იქცევით? ძალიან მაგვიანდება, ასე რომ წავედი. კარგად. ეს რა მოიცადე შვილო? იალჩინ. რა ვქნათ? რომ ნახოს რა იქნება? არ ვიცი, იმედია ვერ ნახავს. დილამშვიდობის. ფრთხილად, ნუ დარბიხართ. დილამშვიდობისა ეს რა? დილამშვიდობის ბიძია. შევგიძლიათ ჩემი ძმის თავს მიხედო? საშინლად აქვს თმა. კარგი ეს რა მივხედავ. ალბათ ჯერ არ უნახავს. კარგ ხასიათზე იყო. ო, ალბათ. ოზან შეხედე, როგორ შეიცვალა. რომ დამენახა ვერ ვიცნობდი. შეიძლება გავიარო. უკაცრავად გამატარეთ თუ შეიძლება. აქ დავდგები. არ შემიძლია იქ ცუდად ვხდები. აქ დავდგები. რა? გასაკეთებ. ოზან? ეს ოზანია? აქ ოზანი წერია? ოზანი? ხედავ. მართლა ოზანი წერია? ოზან კარპალი გახდა უდიდესი წარმოების დამფუძნებელი კომპანიის წლიური ბრუნვა $100 მილიონ შეადგენს. 100 მილიონი? კარგად ხართ? ცუდად ვარ. ქალბატონო, 100 მილიონი. სცენაზე ვიხმობთ ოზან კარპალის, წლის საუკეთესო ბიზნესმენის ჯილდოსთვის. მოგბრძანდით. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს. ეს ჯილდო თქვენი დამსახურებაა. მინდა ბევრ ადამიანს გადავუხადო მადლობა. განსაკუთრებით კი იმ ადამიანს, რომელმაც мотиваცია მომცა. მის გარშე ვერაფერს შევძლებდი. იცი როგორი იყო ბიძია? საშინელი ვარცნილობა ჰქონდა. სათვალეს ატარებდა და არანაირი мотиваცია არ ჰქონდა. ახლა სიმპათიურია. ყველაფერი გავაკეთე წარმატებისთვის რომ მიეღწია. რა ახარ გავაკეთე? ყველაფერი ჩემი წყალობით მოხდა. ჩემი, მაგრამ ეს სად ვარ? შემომხედე რა მდგომარეობაში ვარ? ახლა ავტობუსში ვზივარ. წარმატებული გახდა და ჩემთვის არც კი დაურეკავს დეიდა. მას შემდეგ რაც დავშორდით, არც კი დაურეკავს. არ გამოჩენილა. შვილო, გისმენ დეიდა. უნდა ჩავიდე. ჩადი დეიდა, ჩადი. შენ წადი, ყველა წადით. მე მარტო დავრჩები. აი ასე მარტო. მერტო ჩემო, ერთმანეთს რატომ დაშორდნენ? ხელი რატომ არ შევუშალეთ? გავგიჟდები. აი, გონგაჩუმდი. შენ ეს რას მხარს არ უჭერდი. ეუბნებოდი დაშორდი ნორმალური კაცი არ დადგება მისგანო. ასე ვერ გაგიზომავ, გაჩერდი. მერთმა დამწყევლოს. წნევა დაგივარდა. ჩემი სიძე. აირანს მოვიდან. ჩემი 100 მილიონიანი სიძე. ეს პროექტი მეც მგონდა. ხარი რომ დაგეჭირათ ჩემთვის, ახლა მილიონერი ვიქნებოდი. გაჩუმდი იალჩინ. ახლა შენი მოსმენის თავი არ მაქვს. სიძე როგორ გავუშვით? გავგიჟდები. გავაფრენ.
საიდან უნდა გვცოდნოდა, რომ ასე გამდიდრდებოდა. დედიკო, ერთი წუთით იქნებ ისევ შერიგდნენ. გახსოვს ეს რა როგორ უყვარდა? აიგო, ვერ ხედავ რამდენი ფული აქვს. ეს რაში სჭირდება. ხო. ამიტომ არ დამირეკე არა? დიდრდებოდა თორმე ბიჭი. რატომ უნდა დაერეკა ხომ დაშორდი? მე რა რომ დავშორდი? ეს მე მინდოდა? შენ გინდოდა, შენ დაშორდი. რა იდიოტი ვარ. გოგოებო, რამეს ხომ არ დალებთ? თურქული ყავა უშაქრეთ, მადლობა. ეს რა? ადექი, კლიენტები გელოდებიან. შენ სამზარეულოში. გაინძერით, სწრაფად. არ შეიძლება ოდნავ მაინც გამიგონ. ჩემი ყოფილი ქმარი მილიონერი გახდა. რა დროს კლიენტებია? თქვენი ანგარიში მომაქვს. ეს რა არის, ხო? ოზან კორპალი, მილიონერი გახდა. ისევ მოვლენების ეპიცენტრშია. თქვენი ანგარიში შეგერგოთ. ოზან კორპალი 100 მილიონიანი ბრუნვა აქვს წელიწადში. კაცი ისე გაამწარა ცოლმა, რომ მილიონერი გახდა, წარმოგიდგენია? ცოლი რა შუაშია? მლიანი ძუკნა. ვინ არის ძუკნა? ვის უწოდეთ ძუკნა, შეიდიოტო? ვის უწოდეთ ძუკნა? მე შენ გიჩვენებ, იდიოტო. ბრალი გედებათ ადამიანზე თავდასხმაში. თუ საჩივარს არ გაიტანენ, პრობლემები შეგექმნებათ. ოდიში უნდა მოიხადოთ. მე უნდა მოვიხადო ბოდიში? ბატონო პოლიციელო, ლანძღავენ. სიამაყე შემილახეს. ვინ ლანძღავდა? არც კი ვიცნობ, არაფერი მithქვამს. რას ნიშნავს ვინ? მაპატიეთ, მაგრამ ამ იდიოტმა ძუკნა მიწოდა. შენ კი არა იმ კაცის ყოფილ ცოლზე ვთქვი. ხო და მე ვარ მისი ყოფილი ცოლი. ყოფილი ცოლი ვარო. სასაცილოა? ის კაცი შენი ქმარი როგორ უნდა ყოფილიყო? შენს თავს შეხედე. რა არ მოგწონს იდიოტო? რამდენს ბედა? ახლავე მოკეტე. შვიდად განყოფილებაში ხართ. მომისმინეთ, ჩემი მეგობარი სიმართლეს ამბობს. ოზან კორფალი მისი ყოფილი ქმარია. მე ვარ მოწმე. რადგან მისი ყოფილი ქმარია დაურეკოს, მოიყვანოს და საჩივარს გავიდან. ეს სიმართლეა? ის კაცი მართლა შენი ყოფილი ქმარია? თანახმა ხარ, ცოლად გაყვეთ. ოზან კორპალის. დიახ. თუ მართლა შენი ყოფილი ქმარია, დაურეკე, მოვიდეს. საჩივარს გაიტანენ და საკითხიც დაიხურება. მიდი. ეს რა ჩუმად რატომ ხარ? თავს უმიზეზოდ დამესხა, უნდა დაისაჯოს. საჩივარს არ გავიტან. ეს რა სიმართლეა თქვი? მირჩევნია ციხეში ჩავჯდე. ოზანს არ დავურეკავ. არ მინდა ასეთ მდგომარეობაში ვნახოს. შემომხედე. პოლიციის განყოფილებაში ვარ და დასახმარებლად მას დავუძახ ხო? არა, არ მინდა. ნახე. შეხედე როგორ თამაშობს. მომისმინეთ, კიდევ ერთხელ გავფრთხილებთ, რომ პრობლემები შეგექმნებათ. არა უშავს ბატონო პოლიციელო. კარგი, დაგტოვეთ. უნდა დავკითხო. სუფთა ჰაერზე გავა. გისმენთ? ბატონო პოლიციელო, მოკლედ გისმენთ? ალო, ოზან, ზეინო ვარ. ზეინებ? გამარჯობა. მე ესრას პრობლემები აქვს. პოლიციაში ვართ. შეგიძლია მოხვიდე? შენი დახმარება გჭირდება. ერთი წუთით ზეინებ. ესრას რა დაემართა? პოლიციაში რა გინდათ? ესრას ვიღაცა ეჭხობა შენს გამო. მან კი უჩიულა. თუ მოხვალ გამოუშვებენ, ძალიან გთხოვ ოზან. ოზან გთხოვ. ეს მე არ მეხება ზეინებ. ეს რა არ მაინტერესებს. უფროსო, თათბერი იწყება, წავიდეთ.
წყალი გინდა? ბაჯიკი, აქ დამელოდეთ. მერთი თქვენსკენ რა შეგემთხვათ? ვიჩხუბეთ და კაცი დავჭერით. მე ერთი წუთით გავა. რას ვიყურებ? რა? ოზანდ? მოხვედი? დიდი მადლობა. მადლობა. რა კარგია რომ მოხვედი. დიდი მადლობა. ზეინებ. ბატონო პოლიციელო. ეს არის ესრას ქმარი. ესრას ყოფილი ქმარი. მართლა? გამარჯობა, მე ოზან კორფელი ვარ. მგონი რაღაც გაუგებრობაა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? წავედით. ესრა, წამოდი. გადავრჩით. თქვენ წამოდით. მა ბატონო ოზან. ერთი წუთით შეიძლება? ბატონო ოზან, ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა ტელეფონის ნომერი რომ დამიტოვეთ. ამისთვისაც მადლობას გიხდით. დაგირეკავთ. ძალიან კარგი იდეები მაქვს. თავისუფალ დროს შევხვდეთ. მადლობა. ამ იდიოტებს შეხედე ერთი როგორ ელაკუცებია. ხო, მართლა კარგია რომ განქორწინდით, გილოცავთ. მიდი, მადლობა გადაუხადე. რამხელა გზა გამოიარა. რაზბოდა? მიდი, დაეწიე, მიდის. ოზან. გისმენ? მადლობა რომ მოხვედი. რომ მოხვედი. არაფრის, მაგრამ აღარ შემაწუხო. ერთი წუთი, აქ რა ხდება? როგორ იქცევი? საერთოდ არ შემიწუხები ხარ. ზეინომ დაგირეკა. თანაც ჩემზე ეს უაზროჭორები რომ არ დაგიყარა, არც კი ვიჩხუბებდი იმ კაცთან. განყოფილებაში არ მოვხვდებოდი და ზეინოც აღარ შეგაწუხებდა. ვერ მივხვდი რა ჭორები. ეგ შენ უფრო კარგად უნდა იცოდე. თითქოს კომპენსაცია და აქციების ნახევარი მოვითხოვე განქორწინების შემდეგ. სირცხვილია. ასეთი რამ როგორ გააკეთე? შენ სახელსაც არ ვახსენებ. რა ჭორები საერთოდ დამავიწყდა შენი არსებობა. საერთოდ არც მახსენდები. მე არ მახსენდები. საერთოდ დამავიწყდა რომ არსებობ. შვენიერია. მაშინ ჩემს ცხოვრებაში არასდროს გამოჩნდა ეს რა. არ მაქვს შენი დრო. ხო, არ მაქვს შენი დრო. კარგი. ეს რა კარგად ხარ? რა თქმა უნდა, არა. როგორ უნდა ვიყო კარგად? ვერ ხედავ როგორ იქცევა. ჯობდა ციხეში ჩამჯდარიყავი. საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი. თურმე საერთოდ არ ვახსენდები. დამშვიდი. როგორ უნდა დამშვიდე მუსა? რა გინდა? თქვი რომ 5 წუთი საქმე გქონდა. ეს გოგო ვინ არის? ესა ჩემი ყოფილი წოლია. წოლი? როდესაც დაქორწინდით, მაშინაც ასეთი ნერვიული იყო? ყოველთვის ასეთი იყო. ასეთი არასდროს ყოფილა. თითქოს სხვა ადამიანია. მეც ამას ვამბობ. როგორ შეიძლება ადამიანი ასე შეიცვალოს? ადრე ორ სიტყვას ვერ აბამდა ერთმანეთს. ახლა ლაპარაკი უსწავლია. მახსოვს რომ ხელიც ვერ გთხოვა. თავი შენ მოაბი ყველაფერს. ჯობდა საერთოდ არ შევხვედროდი. მაშინ ყველაფერი ცუდი დაგვემართა, რაც კი შეიძლებოდა. მამა ჩემმა მაღაზია დაწვა თავისი პროექტის გამო. პრესაც მოვიდა. დედა ცუდად გახდა. გადავიხდით ძმაო, გადავიხდით. ვიცი რომ ვალი გვაქვს. დედა მოგიტანო წყალი. დედა. ახლავე მოვა. ჩემი მაღაზია დაიწვა. დალია, მიდი. მომისმინე? ცუდად გახდები. გთხოვ წყალი დალია. ერთი ყლუპი მაინც მოსვი. ეს რა. შენ დამბერდი რომ სიყვარულით გათხოვდებოდი.
არ გინდა. ხომ ხედავ, მე მამა შენი შემიყვარდა. შემიყვარდა და ცოლად გავყევი, მაგრამ ხედავ რა ხდება. ამის გამო დღემდე ვიტანჯები. ღმერთო, ნეტავ ნორმალურ კაცს გავყოლოდი ცოლად. ოზან, გისმენ? გიყვარ ვარ? დედა შენმა დედაჩემს უთხრა, სიმართლეა? სწავლა დაამთავრე? დავამთავრე. სამსახური დაიწყე? გეიმუშაობ. მოდი დავქორწინდეთ. რა მალე დაავიწყდა, როგორი იყო? ვერ ხედავ ახლა როგორი აწეული ცხვირით დადის? ძველი ოზანი აღარ არსებობს. ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. ერთი გამოხედვად საკმარისი იყო, რომ გული მკერდიდან ამოვარდნილიყო. თავის დროზე ძალიან ყვარებია ეს გოგო. ნამდვილად ლამაზია. ხო, ლამაზია. ძალიან ლამაზია. ულამაზესი. თავის დროზე რაიონში ყველა ბიჭს უყვარდა. მაგრამ მე ამირჩია. თუმცა ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. როდესაც სამსახურიდან წამოვედი და საკუთარი კომპანიის გახსნა მოვინდომე, ეს რა ძალიან შეიცვალა. სამსახურიდან ჩემთან შეუთანხმებლად წამოხვედი? ძალიან საინტერესო პროექტი მაქვს. ამ სამსახურში ვერ განვითარდები. ოზან, გაჩომდი, ჩომად. მამა ჩემი ვითხრა და მლაპარაკობ. გეტყვი რაც იქნება. ყოველ დღე ახალი იდეებით გაიღვიძებ. ამ დროს კი გადასახადები, ქირა, საჭმელი, სასმელი. რა უნდა ვქნათ? დამშვიდდი. როგორ დამშვიდდე, როგორ? დამშვიდი ჩემო ეს რა. ვერ დამშვიდდები. მე მამა შენს არ ვგავარ, კარგი? მენდე, როდესაც ჩემს პროექტს განახორციელებ, ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, ბატონს თავისი კომპანია რომ გაიხსნა, სად აღარ ვმუშაობდი. ერთი ამას შეხედე. იმ დროს მიღებული იარაა. ჰამბურგერებს ვაკეთებდი. ანიმატორიც კი ვიყავი. სასაცილო კოსტიუმებით ბავშვებს ვართობდი. გარეთ წვიმაში და თოლში გამყიდველად მუშაობდი. რამით რომ დავხმარებოდი, დედა ჩემს დავემსგავსე. ოზან, ძალიან დავიღალე. მარტო დაჭდამა ფეხების აწევა და ტელევიზორის ყურება მინდა. სხვაგან არ გამაურთავთ. ოზან, არ გადაგიხდია? ვაპირებდი, მაგრამ ფული არ მქონდა. ხვალ მივხედავ. ოზან, ქირას და დანარჩენ გადასახადებს ისედაც მე ვიხდი. ხოლო დენი გევალება. ხვალ პრეზენტაცია მაქვს ეს რა, თუ პროექტს მიიღებენ, ხვალვე ავიღებ ავანს და გადავიხდი. რას ამბობ? ოზან, სამსახური დაიწყე. აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე. ყველაფერს მარტო ვაკეთებ. გესმის ჩემი? რას აკეთებ? სად მიდიხარ? ინტერნეტ კაფეში ძვირფასო. თორემ თუ ლეპტოპი გამოირთვება, ყველაფერი წყალში ჯანმრთელდება. კარგი? მალე მოვა. ამის შემდეგ ვერა დამრჩა. საერთოდ ნულზე დავჭი. იმის მაგივრად რომ მოვიდეს და ბოდიში მომიხადოს. ხედავ არა რას აკეთებს? ცუდად მოვიქეცი? ნეტავ გენახა ადრე თვითონ როგორ მეკცეოდა. ეს რა? გასაღები დამრჩა. კარს ვერ ვაღებ. სულ დავსველდი. არ გაგიღებ კარს. რა? ოზან, ყველაფერი დასრულდა. რას ამბობ ეს რა? რა დასრულდა? კარი გააღე. ვილაპარაკოთ. სალაპარაკო არაფერია. ძალიან დავიღალე. გაჭირვებით, სიღარებით, მარტო მუშაობით. შენ მაუცნებებმა დამღალა. ეს რა, მოიცადე. ვიცი რომ ძალიან დაიტანჯე, მაგრამ სულ ცოტა დარჩა. ცოტაც მოითმინე და ყველაფერი კარგად იქნება, აინახავ. არა, ოზან, არა, მორჩა, დამთავრდა. განქორწინება მინდა. შენი ჩემოდანით ჩავალაგე. წადი და აღარასდროს მოხვიდე. ეს რა? ჩემი არ სჯეროდა. ძაღლივით გამაგდო გარეთ. საერთოდ არ მაფასებდა. სახლიდან ყველაფერი გაიტანეს. ბრძალს კომპენსაცია მართლა მიეცი? არა, არ მიმიცია. ალიმენტი? არა. მინდოდა მიმეცა, მაგრამ არ მიიღო. ეს რა?
კარგად დაფიქრდი. უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ არსებობს. არ არსებობს, ყველაფერი დამთავრდა. ეს რა, ერთმანეთს დავპირდით, რომ ყოველთვის ერთად ვიქნებოდით. პირველივე სირთულეებზე ვნებდებით? არ გინდა გთხოვ. არა, არ გინდა. ეს რა ძალიან მიყვარხარ. ვიცი რომ შენს გიყვარვარ. რა სიყვარული ოზან? არანაირი სიყვარული არ არსებობს. არასდროს ყვარები ხარ. შენი ალიმენტიც არ გჭირდება. არ გაბედო და ფულით არ სცადო ჩემი მოსყიდვა. შვიდად წადი, კარგი? შვიდად წადი ჩემი ცხოვრებიდან და აღარასდროს აღარ დაბრუნდე. როგორც ჩანს, არასოდეს ყვარები ვარ. ხო, მაგრამ არ ვუყვარდე. კარგი იქნებოდა ალიმენტი ან კომპენსაცია მიგეთ სამხელა ქონებიდან. ჩემი ცოლი, ყოფილი ცოლი ამბობს, რომ არ ვუყვარდი. რა უნდა მეკნა? ფული ძალით მიმეცა დასაბრუნებლად. იდეები მე მივაწოდე. აბარა. რა გაცინებს? ასეა. ერთხელ სანტექნიკოს ვეძებდით და ვერ ვიშოვეთ. მე ოზანმა თავად სცადა გაკეთება. მე ვუთხარი რომ რამე რომ არსებობდეს გამოვიძახებდი მეთქი. ხოდა იდეა მივაწოდე. დაო, ამ რაიონში ტყუილად ხარჯავ დროს. წადი სხვა რამე შექმენი. მადლობა დაო. მიდი, შენც დამცინე. ზეინო. რა გჭირს? გოგო, ოზანმა ასეთი დამინახა ამდენი წლის შემდეგ. უკაცრავად რთული დღე გქონდა. მე რა შენ რა მეგობარი ხარ? ვერ მითხარი? სხვა მოვიდო და თმას მაინც შემისწორებდა. თან მიმტანის ფორმა მაცვია. კარგი რა. არ გრცხვენია? არც მე ვიცოდი რომ მოვიდო და ტელეფონით მითხრა რომ არ შეწუხდებოდა. საიდან უნდა მცოდნოდა? ხო. მოიცადე. ოზანს როგორ დაუკავშირდი? მისი ნომერი საიდან გაქვს? ძველ ნომერზე დავურეგე. რა? ამას შეხედე. ანუ ძველი ნომერი არ გამოურთავს. ელოდებოდა რომ დავურეკავდი. დარწმუნებული ვარ ჩემს ზარს ელოდებოდა. კი, დარწმუნებული ვარ. შენი აზრით მის ზარს ველოდებოდი? რა სისულელეა გეყოფამოსა? სისულელეებს ამბობ. კარგი, მაშინ რატომ არ გააუქმე ნომერი? იმიტომ რომ რატომ? ნათესავებს ეს ნომერი აქვთ. ერთი წუთით რატომ უნდა გამეთიშა? რა გინდა ამით თქვა? არაფერს მართალი ხარ. რა გაცინებს? არ ვიცინი? იცინი? არა? მიდი მითხარი. ოღონდ არ გაბრაზდე. არ გავბრაზდები მითხარი. რძალზე ფიქრობ. ჯერ კიდევ ვერ ამოიგდე გულიდან. რძალს მოეძახი ძალიან გთხოვმოსა. დიდი ხანია ეს რა დავივიწყე. ეს გოგო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა იყო. დიახ, ძალიან დიდი შეცდომა. ეს რა? ეს რა შვილო? ეს რა? ასე ადრე რატომ მოხვედი? რამე მოხდა გზაში? ცუდად ხომ არ გახდი შვილო? კარგად ხარ? დამშვიდით, რა საჭიროა ნერვიულობა? ყველაფერი გავიგე. მეტიც შევხვდე. ოზანს? სად შევხვდი? პოლიციაში. ეს რა? პოლიციაში რას აკეთებდი? პოლიციაში რა გინდოდა ეს რა? შვიდად ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით. დილით სამსახურში რომ ჩქარობდი, რომ გახსოვთ რომ ჩქარობდი. მერე ავტობუსში ჩავჯექი და იცით რა დავინახე? ვიღაც გაზეთს კითხულობდა და იმ გაზეთში აი ასე. ჩემს სიძეს შეხედე, ცოლი გადაარჩინა. ცოლი არა ძმაო, ყოფილი ცოლი და სიძე არა, ყოფილი სიძე. ეს რა მოიცადე? მერე რა მოხდა? რა უნდა მომხდარიყო? მითხრა არასდროს გავაჩნდეო. მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. სწორედ ასე. არც კი შერცხვა. უსინდისო. რას ვამბობდი? დიახ. დიდი კაცი გახდა, უამრავი ფული აქვს. ეს რა ვიღას უნდა? მართალია. აბარა. ახლა მომღერლები, მოცეკვავეები და მსახიობები გარსახვევია. ასე არ მოვკვდები. მიდი მესროლეთ. არ გეწმინო შვილო. რეალობას თვალებში უნდა ჩახედო. არ მაინტერესებს ახლა მდიდარი ცნობილი და ლამაზი რომ არის. მეც ვიმუშავებ და წარმატებული გავხდები. ჩემს თავში პოტენციალს ხედავ. ყოჩახ შვილო.
ჩემი საყვარელი იმუშავებს და წარმატებული გახდება. ბავშვობიდან მეოცნებე ხარ. შემეშვი რა იდიოტო. ვერ გავიგე ოჯახი ხარ თუ მტრები. დედა სულ ტყუილად იმალები. ხედავ რომ იცინი. მუცელზე გეტყობა. იცინე დედა. ყურადღებას თუ მიაქცევ. არც ჩემს ჯერად. ვერ გაგიგებენ მამა. ასეთები არიან. აი მესმის რა ოჯახი. რა სიძე დავკარგეთ? ხო მართლა დამავიწყდა რომ მეთქვა. ოზანს ძველი ნომერი არ გაუთიშავს. ნეტა ბიზარს ელოდებოდა. რა? არ გაუთიშავს? თორმე არ ვახსენდები. თორმე დავავიწყდი. იდიოტი. მე დაგივიწყე. წელი მეტკინა. ეს რა არის? ყოველდღე რატომ გვიწევს კამების აწევა? რა სიგიჟეა? ერთი ამას ვერ ვიგებ და მეორე იმას საწოლს რომ ასწორებ. საღამოს ხომ მაინც უნდა დაწვია რა? ეს რა? დიახ? სკამებს რომ გადმოავაგებ, იატაკი მოწმინდა. რა? რამე პრობლემაა? არა ბატონო ემრე, არანაირი პრობლემა. კარგი. საზისხარი. შეგიძლია წახვიდე. ზეინო. ბატონი ემრე გადამეკიდა. უკვე მეორედ მაწმენდინებს იატაკს. გონი იმაზეც მადლობელი უნდა იყოს სამსახურიდან რომ არ გაგაგდო. ახალი ლიმონადი მოვამზადე. დალია და იატაკი შემდეგ მოწმინდა. ძალიან გემრიელია. მადლობა.